თავი მეორე. გაგზავნა ფარულად იესო ნავესძემ შიტიმიდან 2 მსტოვარი და დააბარა მათ. წადით დაზვერეთ ქვეყანა და იერიხონი. ისინიც წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავის სახელად რახაბის სახლში და ღამე გაათიეს იქ. ამბავი მოვიდა იერიხონის მეფეს. აჰან ხალხი მოსულა აქ ღამით ისრაელიანთაგან ქვეყნის დასაზვერად. შეუთვალა იერიხონის მეფემ რახაბს. გამოიყვანე კაცები შენთან რომ მოვიდნენ სახლში რომ ყავს რადგან ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულნი. ადგა და დამალა ქალმა ეს 2 კაცი, თქვა: მართლაც მოვიდნენ ჩემთან კაცები, მაგრამ არ ვიცი საიდან იყვნენ. წუხრისას კარიბჭეს რომ კეტავდნენ, მაშინ გავიდნენ ის კაცები. არ ვიცი საით წავიდნენ, საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით. თავად კი სხვენზე აიყვანა ისინი და დამალა სელის ჩალაში სხვენზე რომ ჰქონდა გაფენილი. დევრები კი დაედევნენ მათ. გარბოდნენ იორდანისკენ მიმავალ გზაზე ფონამდე. ქალაქის კარიბჭემ დევრების გასვლისთანავე ჩაკეტეს. ვიდრე დაწვებოდნენ მსტოვრები, ქალი ავიდა მათთან სხვენზე. უთხრა კაცებს: მე ვიცი რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეწრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე. რადგან გსმენია როგორ ამოაშრო თქვენს წინაშე უფალმა მეწამული ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით. რა უყავით ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმელთ, სიხონსა და ყოგს, რომელთაც მუსრი გაავლეთ. შევიტყვეთ და შეგვიტრკა გული, ხნეობა აღარავის შერჩა თქვენს გამო, რადგან უფალი თქვენი ღმერთი, ღმერთია მაღლაცაში და დაბლა დედამიწაზე. ახლა დამიფიცეთ უფალი რომ, როგორც მე გიყავით სიკეთე, ასევე უყოფთ სიკეთეს მამაჩემი სახლს და სარწმუნო ნიშანს მომცემთ. დაინდეთ მამაჩემი და დედაჩემი, ჩემი ძმები და დები და ყველანი, ვინც კი მათ ყავთ. გვიხსენით სიკვდილისგან. უთხრეს კაცებმა: თავს დავდებთ შენთვის, თუ არ გააცხადებ ამ ჩვენს ამბავს. და როცა უფალი მოგცემს ამ ქვეყანას, ჩვენ სიყვარულსა და ერთგულებას დაგიმტკიცებთ. სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან გალავნის კედელში იყო მისი სახლი, გალავანში ცხოვრობდა იგი. უთხრა მათ ქალმა: თაში წადით, მდევრებს რომ არ გადააწყდეთ, 3 დღეს იქ დაიმალეთ, ვიდრე მდევრები დაბრუნდებოდნენ, მერე კი თქვენს გზას დაადექით. უთხრეს კაცებმა: თავისუფალნი ვიქნებით ამ ფიცისგან, რითაც დაგვაფიცე, თუ ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირ ჩაგვიყვანე, ქვეყანაში ჩვენი შემოსვლისას სარკმელზე არ გექნა გამობმული. შენი დედმამა, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან ყავდეს სახლში. თუ მოხდა და შენი სახლის კარიდან ვინმე გარეთ გავიდა, მისი სისხლი მის თავზე იყოს, ჩვენ ბრალი არ გვექნება. ხოლო ვინც შენთან იქნება სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვინმე მხელი გამოიღო მათ წინააღმდეგ. თუ გათქვამ ამ ჩვენ საქმეს, თავისუფალნი ვართ ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე. თქვა ქალმა: თქვენი სიტყვისამებრ იყოს. გაისტუმრა და წავიდნენ ისინიც, ხოლო მან სარკმელს გამოაბა მეწამული თოკი. წავიდნენ და მივიდნენ მთაში, იქ დარჩნენ 3 დღეს, ვიდრე მდევრები უკან არ გაბრუნდნენ. ეძებეს ისინი მთელს გზაზე მდევრებმა, მაგრამ ვერ მიაგნეს. დაბრუნდა ეს 2 კაცი, თიდან დაეშნენ, გაღმა გავიდნენ, მივიდნენ იესო ნავესძესთან და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს იესოს: უფალს ჩაუგდია ჩვენს ხელში მთელი ეს ქვეყანა და ქვეყნის მკვიდრნიც დაშინებულნი ყოფილან ჩვენგან.